მოგესალმებით, ჩვენ ვაგრძელებთ საუბარს ისაიას საწინასწარმეტყველო წიგნზე და დღევანდელი განხილვის თემა ცოტაოდენ განსხვავებული იქნება, რადგან არ გავყვებით მუხლობრივად შესაბამისი თავების მიმოხილვას, არამედ რამდენიმე მუხლს განვიხილავ და მას კონკრეტული მიზანდასახულობა გააჩნია. კერძოდ მიზანი ამგვარი განხილვისა გახლავთ ის, რომ ხშირ შემთხვევაში ხდება ისე, ურთიერთობისას გარკვეული ადამიანები განსაკუთრებით სექტანტებს ახასიათებთ ასეთი დამოკიდებულება, წმინდა წერილიდან ამა თუ იმ მუხლს ცალკე ციტირებენ და შესაბამის განმარტებას აყოლებენ და შესაბამისად მეორე მხრიდან ჭირს ხოლმე პასუხის გაცემა. და ყველაზე საუკეთესო ნიმუში ამისა, რომ ამოგლეჯილი ციტატა, ამოგლეჯილი მუხლი წმინდა წერილიდან არასწორად გაიგება, თუ კი შესაბამისი განმარტება არ მოყვება, გახლავთ ისაიას წინასწარმეტყველების 26-ე თავი, სადაც ჩვენ შეგვიძლია ამოვიკითხოთ მე-14 მუხლი პირდაპირ არის გაჟღერებული ერთი შეხედვით ეკლესიისთვის უცნაური და მიუღებელი სწავლება. კერძოდ წინასწარმეტყველი ესაია მე-14 მუხლში ასეთ რამეს გვაუწყებს: მკვდრები არ გაცოცხლდებიან, აჩრდილები არ აღდგებიან. ჩვენ მოგვაქვს თანამედროვე ქართული თარგმანი, რადგან ძველი ქართული ციტატა საკმაოდ რთულად გასაგებია და სწორედ ამ მიზანდასახულობით ახალ ქართულად ვციტირებთ. ესე იგი, წარმოდგენილი მუხლის თანახმად ისაია წინასწარმეტყველი გვაუწყებს, რომ მიცვალებულების გაცოცხლება არასოდეს მოხდება და მკვდრები არასოდეს აღდგებიან. მოგეხსენებათ, რომ საეკლესიო სწავლების მიხედვით ეს არასწორი მითითებაა, არასწორი მოძღვრებაა, რადგან როდესაც დადგება მასხოვრის მეორედ მოსვლის ჟამი, ანუ ესკატოლოგია, თუ კი ბერძნულ ტერმინს გამოვიყენებთ, ამ დროს საეკლესიო სწავლების მიხედვით მოხდება საყოველთაო აღდგომა, შესაბამისად მითითება წინასწარმეტყველისა იმის შესახებ, რომ მიცვალებულები მკვდრეთი აღდგებიან, თუ კი კონტექსტიდან ამოგვლიათ და ცალკე იქნება განხილული, ბუნებრივია, რომ არასწორ წარმოდგენასა და შეხედულებას შეგვიქმნის. მაგრამ საინტერესო ისაა, რომ თუ კი ჩვენ იმავე ისაია წინასწარმეტყველის მე-19 მუხლს ვნახავთ, იმავე თავისა, კერძოდ საუბარი არის 26-ე თავის მე-19 მუხლზე, ანუ 5 მუხლს გავივლით მე-14 მუხლის შემდგომ, იქ საპირისპირო სწავლებაა გადმოცემული და რას ამბობს წინასწარმეტყველი. მოგვაქვს შესაბამისი ციტატა: გაცოცხლდებიან შენი მკვდრები, ღმერთს მიმართავს ამ შემთხვევაში, აღდგებიან გვამები, გამოიღვიძე და ილხინეთ მტვრის ბინადარნო. ესე იგი, სრულიად საპირისპირო და რადიკალურად საწინააღმდეგო მოძღვრებას გადმოგცემს იგივე წინასწარმეტყველი ისაია და პირდაპირ მიუთითებს, რომ დადგება ჟამი, როდესაც მიცვალებულები მკვდრეთით აღდგებიან, დადგება ჟამი, როდესაც საფლავები გაიხსნებიან და ოდესღაც გარდაცვლილი ადამიანები კვლავ შეიმოსიან საკუთარი სხეულები. ესე იგი, ასეთი ორი წინააღმდეგობრივი აზრი, ასეთი ორი წინააღმდეგობრივი შინაარსის მომცველი სწავლებანი, ბუნებრივია, რომ საეკლესიო განმარტებას მოითხოვს იმისთვის, რათა ჩვენ გავიგოთ, რატო არის ერთი და იმავე ადამიანის მიერ ურთიერთსაპირისპირო მოძღვრება გადმოცემული. ჩვენ თუ ვნახავთ საეკლესიო კომენტარებს, კერძოდ მე-14 მუხლის განმარტებას, სადაც მითითებულია, რომ მკვდრების გაცოცხლება არასოდეს მოხდება, მიცვალებულების აღდგომა არასოდეს მოხდება, ეკლესიის მოძღვარნი პირდაპირ მიუთითებენ, რომ მოცემულ ვითარებაში წინასწარმეტყველი ისაია გარკვეულწილად სახეობრივ განმარტებას მიმართავს და იგი მოცემულ ვითარებაში გულისხმობს იმას, რომ ადამიანები, რომლებიც შეუნანებლად გავიდნენ ამას სოფლიდან, ესე იგი მათ ნაყოფი სინანულისა არ გამოუღიათ, არ აღდგებიან არასოდეს იმისთვის, რათა მარადიულად გაატარონ მომავალი დაუსრულებელი ცხოვრება ღმერთთან. აი სწორედ ეს მითითება. ეს შესაბამისი მუხლები ჩვენ შეგნებულად მოვიტანეთ, რადგან როგორც თავშივე აღვწდეთ, ხშირ შემთხვევაში ხდება ისე, რომ სექტანტებთან ურთიერთობისას ან კამათისას მათ მოაქვთ ესა თუ ის მუხლი წმინდა წერილისა და თუ ჩვენ შესაბამისი ცოდნა არ გვექნება, თუ ჩვენ შესაბამისი განმარტებები არ გვეცოდინება, შეიძლება დავიბნეთ და შეიძლება ჩიხში აღმოჩნდეთ და ღირსეული პასუხი, სწორი პასუხი ამა თუ იმ კითხვაზე ვერ გავცეთ. სხვადასხვა, რადგან ვახსენეთ ესაია წინასწარმეტყველი და აი ურთიერთსაწინააღმდეგო სწავლებანი ერთ თავში გადმოცემული, აქვე შეგვიძლია გავიხსენოთ ძველი აღთმის ერთ-ერთი წიგნი, ასევე კერძოდ ეს გახლავთ დიდი მეფის სოლომონის მიერ დაწერილი ეკლესიასთან, სადაც მე-3 თავში ვკითხულობთ ერთი შეხედვით ასევე უცნაურ სწავლებას. კერძოდ მეფე სოლომონი ბრძანებს, რომ გარდაიცვლება ცხოველი და იგი მიწად მიიქცევა და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, რადგან ის მარადიული ცხოვრებისთვის არ არის განკუთვნილი და ბუნებრივია, რომ გარდაცვალების შემდგომ მიწადვე მიიქცევა, რადგან მიწისაგან არის შობილი, როგორც ამას წმინდა წერილი გვასწავლის, მაგრამ იმავე თავში, მე-3 თავში მეფე სოლომონი მსჯელობას განაგრძობს და ამბობს, რომ გარდაიცვლება ადამიანი მსგავსად ცხოველისა და ისიც მიწად მიიქცევა და მისგან აღარაფერი დარჩება და ხვედრი ადამიანისა თუ პირუტყვისა ერთია. ესე იგი, ამ შემთხვევაშიც ძალიან გაურკვეველ და გაუგებარ მოძღვრებასთან გვაქვს საქმე, თუ კი საეკლესიო განმარტებას არ ვნახავთ, რადგან ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხილი მეფე სოლომონი პირდაპირ მიუთითებს, რომ ხვედრი ადამიანისა თუ პირუტყვისა ერთია. გარდაცვალების შემდგომ ერთიც მიწად მიიქცევა და მეორეც მიწად იქცევა. ესე იგი, რასთან გვაქვს საქმე? მაგრამ საინტერესო ისაა, რომ იგივე მეფე სოლომონი იმავე ეკლესიასთან მე-12 თავში, ამჯერად ჩვენ მე-3 თავიდან მოვიტანეთ, აი ეს აღნიშნული მოძღვრება სრულიად საპირისპირო მოძღვრებას გადმოგცემს და ეს მოძღვრება შემდეგნაირად არის გაჟღერებული, რომ როდესაც მოხდება ადამიანის
ადამიანის გარდაცვალება, რადგან ის ორი ბუნებით არის წარმოდგენილი, ესე იგი ხორციელი და სულიერი ბუნებით, მისი სხეული, ანუ ხორციელი ბუნება მიწას დაუბრუნდება, ხოლო სული, რომელიც ღვთისაგან არის შთაბერვითად მოძებული პიროვნებისთვის, ადამიანისთვის, კვლავ ღმერთს დაუბრუნდება. კვლავაც წინააღმდეგობასთან გვაქვს საქმე ერთი ადამიანის მიერ გამოთქმული ორი სწავლების მიხედვით, თუკი მესამე და მე-12 თავებს შევადარებთ. შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება აქაც საეკლესიო განმარტებები მოიშველიოთ და საუკეთესო კომენტარი აღნიშნული თავისა, მესამე თავი იგულისხმება, გააჩნია ნეტარ იერონიმეს, მან ეკლესიასტეს განმარტება თავიდან ბოლომდე დაწერა და ჩვენ ამჟამად შეგვიძლია რომ დავიმოწმოთ აღნიშნული კომენტარი. ნეტარი იერონიმე ბრძანებს, რომ როდესაც მეფე სოლომონმა ერთნაირი ხვედრი განუკუთნა პირუტყვსა და ადამიანს, ამ შემთხვევაში უნდა გავითვალისწინოთ, თუ როდის მოღვაწეობდა ეს ადამიანი, ესე იგი მეფე სოლომონი და რას გულისხმობდა იგი აღნიშნულ სიტყვებში. და იქვეა შესაბამისი კომენტარი მოტანილი, რომ სოლომონ მეფე ძველი აღთქმის მოღვაწეა, ხოლო ძველი აღთქმის პირობებში ყველა ადამიანი გარდაცვალების შემდგომ ჯოჯოხეთში მიემართება, როგორც სიწმინდესაც არ უნდა მიაღწიოს მან, ამიტომაც როდესაც მეფე სოლომონი საუბრობს პირუტყვისა და ადამიანის საერთო ხვედრზე, ის სწორედ საიდუმლო ენის მიხედვით, წმინდა წერილის იდუმალი ენის მიხედვით ამ მოვლენაზე მიუთითებს, რომ ადამიანის გარდაცვალების შედეგად ჯოჯოხეთში მოხვედრა ჩვენ შეგვიძლია ცხოველურ ბედს გაუტოლოთ, ესე იგი არაფრად ქცევას, არაფრად გარდაქმნას, მიწად მიქცევას. აი ეს ორი ადგილი, ესაიას წინასწარმეტყველება და ჩვენ მიერ დამოწმებული ეკლესიასტეს ორი თავი, ესე იგი მესამე და მე-12 თავები და ურთიერთსაპირისპირო მოძღვრებანი, ნათლად მიუთითებენ, რომ წმინდა წერილში ერთი შეხედვით გაუგებარი და საპირისპირო სწავლება იმავე წერილში სხვაგვარად არის განმარტებული და სრული სისავსით არის წარმოდგენილი შესაბამისი სწავლება. ეს ერთ-ერთი უწყება ისაია წინასწარმეტყველისა, ჩვენ შეგვიძლია განვაგრძოთ და ამჯერად შეიძლება მოვიგონოთ ახალი აღთქმიდან, კერძოდ იოანეს სახარებიდან ერთ-ერთი ადგილი, მოვლენები ასე ვითარდებოდა, როდესაც იოანე ნათლისმცემელი სამოღვაწეოდ გამოვიდა და მან ქადაგება დაიწყო, ქადაგება, რომელმაც განსაკუთრებული გავლენა მოახდინა იმდროულ იუდეაში, რადგან მსგავსი ძალითა და ხელმწიფებით მანამდე ებრაელთათვის არავის უქადაგია, არავინ დაუმოძღვარს იუდეველიერი. პირველი რაც გააკეთეს მღვდელმთავრებმა და რჯულის მოძღვრება იყო ის, რომ გარკვეული ადამიანების ჯგუფი მიავლინეს იოანე ნათლისმცემელთან, რათა გაეგოთ თუ ვინ იყო იგი. და თუ გვახსოვს და შეგვიძლია მოვიგონოთ იოანეს სახარებაში მითითებულია, როდესაც ადამიანების ეს კრებული ნათლისმცემელთან მიდის, მას რამდენიმე კითხვას უსვამენ. პირველი კითხვა, რომელიც განკუთვნილი იყო იოანესადმი, ასეთი გახდათ: შენ ხარ ელია? მოცემულ შემთხვევაში იგულისხმება წინასწარმეტყველი ელია, ესე იგი იუდეელთა შორის არსებობდა მოლოდინი იმისა, რომ დადგებოდა ჟამი, როდესაც ცეცხლოვანი ეტლებით ზეცად აღტაცებული წინასწარმეტყველი, ადამიანი, რომელიც სიკვდილს არ დაექვემდებარა და ორადორი შემთხვევა ბიბლიის მიხედვით აღწერილი, ერთი ენუქთან მიმართებით, ეს არის საწყისი პერიოდი კაცობრიობის ისტორიისა და მეორე წინასწარმეტყველი ელია, ორადორ ადამიანს სიკვდილი არ უხილავს და ისინი კვლავაც დღევანდელ დღემდეც ხორციელი ბუნებით არიან შემოსილნი. და ბუნებრივია, რომ ეს უდიდესი საიდუმლოა ღმერთის მიერ განხორციელებული, აი სწორედ მოლოდინი იყო იმისა, რომ წინასწარმეტყველი იოანე, რომელიც განსაკუთრებული ხელმწიფებით ქადაგებს, არის წინასწარმეტყველი ელია, რადგან მსგავსი რამ იუდეველებს მანამდე არ სმენიათ, როგორც ეს უკვე აღნიშნეთ. ამასთან ებრაელებმა ძალიან კარგად იცოდნენ მალაქიას წინასწარმეტყველება, ეს გახლავთ ძველი წელთაღრიცხვის მე-5 საუკუნის მოღვაწე, მან დაწერა წიგნი, რომელიც 4 თავისაგან შედგება, საწინასწარმეტყველო წიგნია და იქ მალაქია წინასწარმეტყველი მიუთითებდა, რომ დადგებოდა ჟამი, როდესაც ქვეყნიერებაზე გამოჩნდებოდა წინასწარმეტყველი ელია. აი სწორედ ამას გულისხმობენ რჯულის მოძღვართაგან და მღვდელმთავართაგან წარგზავნილი იუდეველები, როდესაც იოანე ნათლისმცემელს კითხვას უსვამენ: შენ ხარ თუ არა ელია? თუმცა ალბათ გვახსოვს ასევე პასუხიც იოანესგან გაჟღერებული, მან უარყო და უთხრა, რომ ის არ არის ხორციელად მოსული წინასწარმეტყველი ელია. ამის შემდგომ მორიგი კითხვა ისმის და კითხვის შინაარსი ასეთია: შენ ხარა წინასწარმეტყველი იგი? სხვათა შორის ამ ადგილის განმარტების დროსაც ეკლესიის მამები მიუთითებენ, რომ წინასწარმეტყველი, რომლებიც წარმოგზავნილმა ადამიანებმა ახსენეს, გახლავთ სწორედ ის, ვის შესახებაც თავის დროზე საუკუნეებით უწინარეს დიდი წინასწარმეტყველი მოსე მიუთითებდა, როდესაც იუდეველებს მიმართავდა და ეს სიტყვები წმინდა წერილში გადმოცემულია მოსეს ხუთწიგნელში. დიდი მოღვაწე ასეთ სიტყვებს ბრძანებს, რომ დადგება ჟამი, როდესაც უფალი წინასწარმეტყველს აღუდგენს იუდეველებს, ეს წინასწარმეტყველი არ იქნება ისეთი, როგორიც მოსეა, არამედ განსაკუთრებული და მასზე აღმატებული. აი სწორედ მასზე მიუთითებენ, მას გულისხმობენ
მღვდელმთავართაგან წარგზავნილი ადამიანები, როდესაც იოანეს კითხვას უსვამენ და ცდილობენ გაიგონ მისგან ხომ არ არის ეს ის ვის შესახებაც საუკუნეებით უწინარეს მოსე წინასწარმეტყველი აუწყებდა იუდეველებს. თუმცა როგორც პირველ შემთხვევაში აქაც იოანემ უარი უპასუხა, მან მიუთითა რომ ის არ გახლავთ ის წინასწარმეტყველი ვის შესახებაც მოსე საუბრობდა და ამის შემდგომ მას თხოვეს რომ გაემხილა საკუთარი თავის ვინაობა თუ ვინ არის იგი, რადგან წარგზავნილთათვის გარკვეული ცნობა უნდა მიეტანათ. და აქ სწორედ წინასწარმეტყველი იოანე, ნათლისმცემელი, წინამორბედი მათ პასუხობს ისაიას წინასწარმეტყველებიდან. ეს გახლავთ ისაიას წიგნის მე-40 თავის მე-3 მუხლი და ჩვენ აღვნიშნეთ რომ დღეს ფრაგმენტული მიმოხილვა გვექნება შესაბამისი თავების მუხლებს ზედმიწევნით არ მივყვებით, სხვადასხვა მუხლის თაობაზე ვსაუბრობთ. სწორედ ისაიას წინასწარმეტყველებიდან იძლევა პასუხს თუ ვინ არის იგი, საკუთარ თავს სწორედ ასე გაამხელს და ეს სიტყვები ალბათ ყველა ჩვენთაგანისთვის ცნობილია: მე ხმამ ღაღადებლისა უდაბნოში, გამზადებნით გზანი უფლისანი და ცრფელყვენით ალაგნი მისნი. აი ეს სიტყვები 7 საუკუნით ადრე გამოთქვა ისაია წინასწარმეტყველმა და შესაბამისად, რადგან იოანემ საკუთარ თავს განუკუთვნა ისაიას უწყება, გამოდის რომ ისაიას წინ და წინ განუჭვრიტავს მომავალი, კერძოდ იოანე ნათლისმცემელთან დაკავშირებული მომავალი და უწინასწარმეტყველია რომ დადგებოდა ჟამი, როდესაც ქვეყნიერებას მოევლინებოდა წინამორბედი და ბუნებრივია მოცემულ ვითარებაში არსებით ის არის რომ წინამორბედი განმამზადებელია გზებისა, იმ გზებისა, რომელზეც შემდგომში უკვე მასხოვარი კაცობრიობის მხსნელი გამოჩნდება. დღეს აი ამ აღნიშნული უწყებებით, რაზეც ჰქონდა საუბარი გემშვიდობებით, მორიგ შეხვედრამდე და ჩვენ გავაგრძელებთ კვლავ საუბარს ისაიას წინასწარმეტყველებაზე. დიდი მადლობა.